მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია დიდიათი საქართველოს ჩემპიონატის 2025 წლის სეზონი. ქუთაისში ვართ. ტურის მეორე შეხვედრა. ხვამლს მასპინძლობს ქუთაისის აია. ველოდებით ღია, საინტერესო თამაშს და ჩემთან ერთად იქნება დღეს შოთა თევზაძე, საბა ჟორჟკაშვილი და შოთა თევზაძე გავუძღვებით რეპორტაჟს, მოთამაშეები უკვე გამოდიან მოედანზე. შეგვიძლია სწრაფადვე გავყვეთ შემადგენლობებს. სტუმრების 15-ეული ასე გამოიყურება. პირველი 2 და 3 ნომრებით სერგი ლეჟავა, გიორგი ვარდოსანიძე და რეზო მახარაძე იქნებიან. მეორე ხაზის წყვილი გუნდის კაპიტანი გიორგი კვაბზირიძე და ლუკა გელაშვილი 4 და 5 ნომრებად, 6 ბაჩანა ბაიხოიძე, 7 ირაკლი სულეიმანაშვილი, 8 გიორგი კურტანიძე. ღერძის დუეტი და ჩიციკლაური 9 ლაშა მალაღურაძე 10 ძალიან გამოცდილი ცენტურიონი ვეტერანი ბორჯღალოსანი 11 უკანახაში საბა არაკველი 14 ლაშა კაკაურიძე 15 ლუკა თაყაიშვილი ცენტრებში კი 12 და 13 ნომრებად მიხეილ თაყაიშვილი და ბაჩანა მონიავა მთავარი მწვრთნელი რატი ურუშაძე. გამარჯობათ, მოგესალმებით, რაც შეეხება ქუთაისის აიას შემადგენლობას. პირველ ხაზში დგანან ბაჩუკი ბარათაშვილი, საბა ერემეიშვილი და გიორგი ქიმუსაძე, მეორე ხაზში შეწყვილდებიან პაატა ჩაკვეტაძე და გიორგი მეფარიშვილის. 6-7 და 8 ნომრები საბა ლაღაძე, ჯიუტან ბატირერენგა უცვლელი 7-იანი ქუთაისელების და 8 ნომრად ოთარ გიორგაძე გამართავს ამ სეზონზე პირველ მატჩს ქუთაისის აიაში ძალიან კარგი დანამატი გამოვიდათ ქუთაისელებს. 9 და 10 ნომრები ნოდარ დოლიძე, გუჯა მახარეიშვილი, ცენტრებში გივი კაშია და გიორგი ფრუიძე გუნდის კაპიტანი, ფრთებიდან ავთანდილ ზვიადაძე, თემურ კოხოძე, ხოლო 15 ნომერსაც შეეხება საბა შარვაშიძე გახლავთ გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე. მატჩის ოფიციალურ პირებსაც მოგახსენებთ, ცენტრალური მსაჯი გახლავთ საბა მახარაძე, გვერდებიდან მას ნიკა ამაშკელი და იოსებ ჯაფარიძე დაეხმარებიან. ხოლო ვიდეო რეფერი კი საბა აბულაშვილი. ძალიან საინტერესო სამსაჯო ბრიგადაც ისეთი დასავლეთის ტურშია ესეთი ბრიგადა წასული იყვნენ ბათუმში, გუშინ, დღეს კი ქუთაისში მოემსახურებიან თამაშს. ამ გუნდებზე კი რა შეგვიძლია ვთქვათ? შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ორივე ძალიან კარგი სტარტი ქონათ 2-2 მოგებით. გაიხსნა ამასობაში მივადევნოთ ეპიზოდს თვალი შიგნით, კარგი მოძრაობა თუმცა აკეთებს თაყაიშვილი. ბრავო, ლუკა თაყაიშვილმა აქ აღარ მეგონა თუ რამე გადაარჩენდა ახლა ხვამს მიღებული ლელოსგან. აგრძელებს აიაწნეხს სწრაფი რაქი მარცხნივ გაიშალა ხაზზე გაიშალა უკვე ფეხი დაუწდათ მასპინძლებს განმუხტეს ცოტა ხვამლის მოთამაშეებმა ეს შეტევა შენელდა აღარ აქვს ეცი სწრაფე კარგი ამოგდება მეტობა მაინც ვერ შეიქმნა ამჯერადაც თაყაიშვილი ოღონდ მიხეილი ახერხებს კარგი ბოჭვის შესრულებას ჯარიმის უპირატესობა აქვს აიას დაზღვეული აქვს ეს შეტევა. მახარეიშვილი გაშალა, ხაზზე გაიშალა, მეტობა ფთაზე გამოჩნდა, კოხოძე ერთ-ერთზეო. დაკარგა ტანის პოზიცია. კოხოძემ. თუმცა აია ჯიუტად მაინც ფრთიდან ფთაზე შლის თამაშს ეს იყო გადაცემა, რომლითაც გაიწირა ამ შემთხვევაში. დაუბრუნდათ კუთვნილი უპირატესობა და ახლობით 1 წუთიანი უპირატესობა ითამაშეს ახლა ქუთაისელებმა ფრთიდან ფთაზე როგორც საბამ აღნიშნა საბოლოოდ მაინც მოუწიათ დაბრუნება საწყის ადგილზე საიდანაც დაიწყო ჯარიმის უპირატესობა და გუნდებზე რას ვამბობდი იმას რომ 2-2 მოგევიდა თითო-თითო წაგებით ხვამლი და აია არიან მესამე-მეოთხე ადგილზე 10-10 ქულით ანუ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩი იმართება ამ წუთებში მათ შორის და მოვაწვდიან ძალზე სახიფათო ადგილზე ქუთაისელები აუც. მოიგეს ტელეფონში სუფთად ბურთი. დააყენეს მოლი აქვს წინსვლა. 15-იანში შეაღწიეს ერემეიშვილი აკონტროლებს მოწყდა და ამიცა პირველი ლელო დღევანდელ შეხვედრაში გადის მესამე წუთზე აია დაწინაურდა საბა ერემეიშვილის ლელოთი თუმცა გუნდური ეპიზოდი იყო ტელეფონში ჯერ ბურთი სუფთად მოიგეს აკურატულად ჩამოაყალიბეს მოლი ფორმირებაც კარგი იყო და
უჯარიმოდ ცდილობდა თავის დაცვას ხვამლი, უჯარიმოდ კი ამ მოლს ვერ გაუმკლავდნენ. გუჯა მახარეიშვილი შეასრულებს დარტყმას დღევანდელ შეხვედრაში პირველი დარტყმა იქნება. ხო, გიორგი ფრუიძის ნომერმა არ დაგაბნიოთ, 25 ნომრიანი მაისურით თამაშობს ქუთაისელთა კაპიტანი. მახარეიშვილი კი ეცდება 7-მდე გაზარდოს საკუთარი გუნდის ქულები. ახოთ. დარტყმა ზუსტად შეასრულა. მაყურებელსაც თუ დავუჯერებთ, შემდეგ უკვე ალმებიც აღმართეს საჯებმა. 7-0 მეოთხე წუთისთვის და დაწინაურდა ქუთაის საია. კлау მოლი გვაქვს და ლელოს ეპიზოდი განმეორებით. პარალელურ რეჟიმში თამაში განახლდა, ქუთაისელები დაეუფლნენ ბურთს, აკონტროლებენ საკუთარ ნახევარზე. საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ ხვამლი შეიძლებოდა ყოფილიყო, ახლა ეს პასი რო შესრულებულიყო არაგველზე. ძალიან დიდი სივრცე ჰქონდა არაგველს წინ, თუმცა ვერ მოხერხდა. და ისიც ვიცით თუ როგორ შეუძლია მას ამ სივრცის ათვისება. სივრცეში მოღვაწეობა. დოლიძე ისევ მაღალი ბოქს კიკით გამოდის კარგად შორს თავისი ნახევრიდან. ხვამლი არ ჩქარობს ფეხით თამაშდაჩი ციკლაური. გაიტანა ხაზზე მალაღურაძის დარტყმული. მახარეიშვილი აბრუნებს. ცუდი დარტყმული მახარეიშვილის შესრულებით. პირდაპირ გადავიდა ბურთი აუტის ხაზის მიღმა 22-ის გარედან იყო დარტყმული რა თქმა უნდა და დაიმართება აუტი დარტყმის ადგილზე. სუფთა ორთაბრძოლა გამოვიდა ბურთი, არც ერთ მოთამაშეს კი არ დარჩა, მაგრამ არც ჰაერში კონტაქტს მოვიდებიან. ვარდოსანიძე ბურთით, მშვენიერი მოწოდებული დერეფანში არ ახტნენ ქუთაისელები და კურტანიძე მიეძალება, კარგად გამოზდის მას მიძალება. არაერთხელ უჩვენებია ფრთაზე კაკაურიძე. შემოაბრუნა მალაღურაძე, შეტანილია, არ იქნება 50-22 თუ გადაკვეთს ბურთი აუტის ხაზს. გიორგი ნემსაძე ვეტერანი ბორშაოსანი. მშვენიერი დარტყმული გამოუვიდა ამასობაში მალაღურაძესაც. მიუხედავად იმისა, რომ 50-22 არ იყო, დარტყმა იდეალური გამოუვიდა მაინც გამოცდილ გეზავს. ორთაბრძოლაში ახერხებს მაინც ქუთაისი ბურთის დატოვებას დერეფნის შემდეგ. შეუტია ბატირერენგამ. გამოდის აია საკუთარი 22-დან გარისკა და ახლა მოუწევთ ბრძოლა ბურთის შესანარჩუნებლად, თუმცა ამაშუყელის ალამი აღმართულია, რაც ნიშნავს იმას, რომ თამაში გაჩერდა უკვე. კიდეზე გადავიდა ბურთი. ბურთით ქუთაისელები იქნებიან, დარტყმა ახურვა, იმუშავა და ახლა პოზიცია აქვთ ცენტრის მისადგომებთან. ცოტა დააკლდა არაგველს და გაცდებოდა ალბათ. ხო, კარგია რომ თავდაჯერებულია, თუმცა ალბათ ეს ეპიზოდი იყო, სადაც ჯობდა ან საკუთარ თავზე აეღო და ბურთის შენარჩუნებაზე წასულიყო, ან გადაცემა გაეკეთებინა თავის დროზე. დოლიძის დარტყმული ამასობაში კлау მიყოლა, ამჯერად უკვე მწყინვალე იყო. სტუმართა გარემარბის საბა არაგველი. რაკი ჩამოყალიბდა რაკიდან ბურთი მალაღურაძემ გამოიტანა, შეუტია გელაშვილმა.
მახარეიშვილი კარგია ჰაერში. და უწევს ახლა აიას ბრძოლა ბურთის შესანარჩუნებლად. ამას ახერხებს. რაგში გადავიდა თამაში. რა კარგად აწია ხაზი. გელაშვილი. ფეხით თამაში გაიმართა. თორაკის შემდეგ ორივე გუნდი. ფეხით ცდილობს მეტოქის ნახევარზე გადასვლას და იქ ბურთის მოპოვებას ახერხებს და ინარჩუნებს. ხვამლი ამ შემთხვევაში ბურთს. მარტივად არც ერთ გუნდს არ წაუღია ფეხის დარტყმულის შემდეგ. თავისი პოზიცია არ შეუნარჩუნებია ასე. ბატონო ორივე გუნდი კარგია ძალიან ახურვაზე და არა აქვთ ბურთის დამჭერებს დრო იმისთვის რომ რაიმე რეაქცია გააკეთონ. კარგი იყო აქაც. გამოზომილი, გამოთვლილი დარტყმების სრულდება. მახარეიშვილმა დააშვებინა შეცნობა საბოლოო ჯამში ის ვიზავის ლუკა თაყაიშვილს. ჯერ ფეხით ისეთ წერტილში დაურტყა რომ დააკარგვინა ბურთის დამორჩილებაში. შემდეგ შეუტია თაყაიშვილმა და იქაც გუჯა მახარეიშვილი ხურავდა ბურთს. ოიგეს მასპინძლებმა ბურთი დაარტყმა ცენტრალურ ზონაში შეიყვანეს. კივი კაშია შემოbrunდა შეტევის მიმართულება, გაიშალა ბურთი ფთაზე. ერთ-ერთზე იცავს არაგველი თავს. გამოიკვეთა რაღაც დუელები დღევანდელ შეხვედრაში უკვე. საინტერესოს ხდის უფრო მატჩს ეს ნამდვილად დაგეთანხმები. საბა და მიიღეს ჯარიმა. ქუთაისელებმა თამაშგარისთვის. ველოდება ვიდეო რეფერის საბა მახარაძე. ორი ჯარიმა იყო, ერთი აქ, ერთი აქ. ბიჭებო. 7 ნომერი თამაშგარეში არის. მე ფეხების აწევა იყო, შეხტობას აკეთებს, ხოლო ჯარიმა იყო. კარგი ხო? კარისკენ მიუთითებენ ქუთაისელები. არც ისე ადვილი წერტილიდან უწევს დარტყმა ახლა მახარეიშვილს, მაგრამ შეიძლება არც ერთ თულიდან, რაც ნეიტრალური ტერიტორია შეიძლება ითქვას. თან ქარიც არ არის. მახარეიშვილი კარგი დამრტყმელია, ძალიან ძლიერი ფეხი აქვს, ზუსტი. ზუსტიც კი ბატონო. ეს კი განმეორებით ბოლო ეპიზოდი. 11 ნომრების დუელი ერთი მხრიდან ავთანდილ ზვიადაძე, მეორე მხრივ კი საბა არაგველი. მათი ორთაბრძოლა ვნახეთ ჰაერში არაერთხელ, ვნახეთ მიწაზეც. მოკლედ საინტერესო დაპირისპირება გვაქვს უკანა ხაზების. მახარეიშვილის დარტყმული. ცოტათი უზუსტო აღმოჩნდა ამ შემთხვევაში მახარეიშვილის დარტყმული. მოუსინჯა ძალა ამ კუთხეს. ხით გამოსვლა ხვალმლელების კიდეზე არ გადადის ბურთი. ოთარ გიორგაძე წამოვიდა პირველად არის ბურთით ოთარ გიორგაძე დღეს და ეგრევე მოახერხა პატარა უპირატესობის გაკეთება. ოთარ გიორგაძეს ყველა კარგად ვიცნობთ, არაერთი კეპის მფლობელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და არაერთი მაღალი დონის კლუბში ნამოღვაწარი გახლავთ პატივცემული ოთარ გიორგაძე, ამჯერად კი ქუთაისის აიას რიგებში ირჯება. მიიღეს კიდევ ერთი ჯარიმა ქუთაისელებმა კერძოდ ვარდოსანიძე გახლავთ, მაგრამ რისთვის დაჯარიმდა ვერ მოვასწარი მაგის მე მგონი ანის პოზიცია ვეღარ შეინარჩუნა და ჩავარდა კონტრაქის მცდელობაში. დაუშვა შეცდომა. ამით კი შესაძლებლობა ეძლევა აიას გადავიდეს კიდეზე, ამ დარტყმას მახარეიშვილი ასრულებს შესანიშნავად. 22 სიღრმეში გადაკვეთა ბურთმა ხაზი კიდის. კი ბატონო, ფერზე უნდა დარჩენილიყო. ყველაფერი ძალიან მაგრად გააკეთა ვარდოსანიძემ, უბრალოდ ბოლო მომენტში ვეღარ შეიმაგრა თავი და ჩავარდა პირდაპირ ბოჭის არეში, რაც ვიცით რომ ჯარიმით ისჯება. მოულის ამუშავება განიზრახა კიდევ ერთხელ ქუთაისის აიამ. კლე ფლანგზე ქიმუძაძემ შეუტია.
კონცენტრირებული რანგთან ახლოს ორივე გუნდი. გილაშვილი კვლავ ახერხებს ხაზის აწევას და უჯდება კვაბზირიძე ბურთს. გადაარჩინა ეპიზოდი გუნდის კაპიტანმა. ისე ჩაჯდა ბურთზე კვაბზირიძე, ეგრევე ეტყობოდა, რომ იმის გადამყრელი აღარ იქნებოდა ალბათ არავინ და ესეც მოხდა. ხო, გილაშვილმა იმოქმედა იქამდე კარგად, ძალიან დროულად აწია ხაზი, შეაჩერა და გაეცალა. კი ბატონო, უკვე მეორე თუ მესამე აკეთებს გილაშვილი ამ ილეთს, სწრაფად ამოდის, რისკავს ცოტათი, თუ მან ეგრეთ წოდებული ტაიმინგი არ დაჯდა, თამაშგარეში აღმოჩნდება გელაშვილი და რისკავს, მაგრამ როგორც ჩანს, გაფრთხილად გააზრებულად აკეთებს. ნამუშევარი აქვს ამ უნარზე, როგორც ჩანს ლუკა გელაშვილს. კი ბატონო, ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ახერხებს, ხედავთ აიას ბურთიანი, ამიტომაც აღარ გაუჭირდათ მერე. კერძოდ კვაბზირიძეს ამ ბურთზე ნადირობა. მოკლე გადაკიდება ამ ზონაში პირველი. ბოჭვა იყო პირდაპირ, რა თქმა უნდა. თაყაიშვილისა და დოლიძის ორთაბრძოლა იყო. დოლიძემ გარისკა არ შეუხედავს ბურთს იღებდა თუ არა მეტოქე. ხო, დაასწრო. ბოჭვაზე წავიდა და თაყაიშვილმა ბურთზე თამაში დაასწრო, ფეხი მიარტყა და წამით დააგვიანა დოლიძემ. გამოეთიშა წამით ეპიზოდს და პირდაპირ ბოჭვაზე წავიდა. მალაღურაძე კიდეზე გზავნის ამ ბურთს. მაგარი ბურთის დატოვება მოახერხეს ახლა ქუთაისელებმა თამაში და როგორი შეტევა შეიძლება ითქვას, რომ განმუხტეს თბილისის ხვამლის. ავთანდილ ზვიადაძემ კაი ლეთი შემოგთავაზა. თუმცა ხვამლი კვლავ მეტოქის ნახევარზეა 22-ის მისადგომებთან. იგებენ ბურთს დერეფანში. ვარდოსანიძის კონტაქტი დოლიძეზე. დარტყმა რაგთან ახლოს 15 მეტრიან ზონაში. ბლოკირება. ბრუნდება ჯარიმა. ადრე შემოვდივართ ბიჭებო აუჩი. პირველი ნომერი მალაღურაძე კარში დაარტყავს. და ეცდება რომ სამი ქულა გაქვითოს ქუთაისელთა უპირატესობიდან. ხო, ერთი გარდაუსახავი ლელოს ზონაში შევა ხვამლი, თან პირველ ქულებს აკრებს, თუმცა არა მალაღურაძე, არამედ თაყაიშვილი შეასრულებს დარტყმას. 25 გა კიდე დაწევს. თაყაიშვილის გამორბენი დარტყმა. რა თქმა უნდა, დარტყმა ზუსტია. არ იყო რთული დარტყმების კატეგორიიდან. 7-3. 4 ქულა განსხვავება და ჩამორჩენა ხვამლს. ცირედით მიუახლოვდა თბილისური გუნდი. მახარეიშვილი განაახლებს ცენტრიდან. მახარეიშვილი არის იმ ალიგის წევრი, რომელსაც წვრთნიდა გიორგი ნემსაძე, რომელმაც თუ სწორად მახსოვს მოუგო ლელოს ფინალი, ფრედ რომ დამთავრდა და კი ბატონო, იქ შემდეგ დისციპლინამ გადაწყვეტა უკვე გამარჯვებულის ვინაობა. ბოლო წუთებზე დაუდოთ თუ ზუსტად მახსოვს, აი ამ იქ
ლელორეთის გათანაბრდა და შემდეგ დისციპლინამ გადაწყვიტა ნამდვილად იმ თამაშის ბედი. ხო, თუმცა ასაკობრივ ჩემპიონატში ასეთი მძიმე თამაში, როგორც ეგ იყო, ან თუნდაც როგორ ფინალებსაც ვიღებთ ხოლმე, მაინც და მაინც სასიამოვნო სანახავი არ არის. დისციპლინა რო წვიტავს. დისციპლინა რო წვიტავს, ეს კიდევ ცალკე პრობლემა არის, ხო, სათამაშოდ რო აკლდებათ. მაგრამ გარკვეული ახსნა ამასაც აქვს. რა თქმა უნდა, ტყილა არ ხდება მსგავსი რაღაცეები. საჯიც იგივე გახდათ. საბა მახარაძემ საჯობდა იმ ფინალს, აი ხა ვინც საჯობს ამ წუთებში. მოიგეს. შვენიერი დერეფანი მალაღურაძემ კაი პასით მიეძალა არაგველი, მაგრამ გააკავეს ფრუიძემ. შავა მაგრად. ამ ეპიზოდში თუმცა ბურთი ვერ მოუპავა თავის გუნდს აჩქარდა. სისტრაფეს ავითარებს კაკაურიძე ამ მოკლე დისტანციაში. ხედავთ, სწრაფი ბურთია საჭირო, კი ბატონო. ეს ხვამლის თამაშია. ასე უყვართ მათ ბურთაობა. მაღალ ტემპში. სულეიმანაშვილი კიდევ წავიდა რამდენიმე მეტრით წინ, ახლა უნდა დაწვენ ხვამლის თამაშები. ოდნავ შეუნელდათ ამ რაგში. ჭკვიანურად დაინახა მალაღურაძემ შეაცურა იმ დერეფანში ბურთი. თუმცა ფრთის მოთამაშე ისმაგივრად ორი ნომერი გახდათ ახლა ფრთაზე. ვარდუსანიძე აღმოჩნდა რა ცოტა რთულია პირველ ხაზელისთვის მსგავს შეცურებულზე აყოლა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ძალიან კარგი რაღაც გამოუვიდა მალაღურაძეს საკუთარ 22-ში აქვს ქუთაისელებს აუტი. და დიდი ალბათობით გაამაგრებენ რაგს და გამოვლენ ახლა ფეხით. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს ვარდუსანიძე გამართულ ბოჭებთან. დოლიძე გაიმზადა ბურთი და მაღალი საბრძოლო. მოგდება თაყაიშვილი შეუტია მოკლე ფრთას. მონახა გასაქცევი კონტაქტი შეიკრა. ბევრ კონტაქტს იღებს საკუთარ თავზე დოლიძე დაცვაში კარგად მუშაობს, დაკარგა ბურთზე კონტროლი. გრძელდება თამაში. გავდა წინ ვარდნას, თუმცა შესაძლოა კონტაქტში იყო, არ ვიცი. აქეთ უნდა დამშვიდნენ ახლა მალაღურაძე და ბატირერენგა, არ უნდა გამწვავდეს. არა ესეთ ფრუიძე აშკარად ცდილობს რომ გააშველოს ახლა. კლუბის თანაგუნდელი და ნაკრების თანაგუნდელი ასეც მოიქცა, ძალიან კარგად მოიქცა გიორგი ფრუიძე. შეიძლება ითქვას. რაღაც თითქოს გვიანი ბოჭვა ან არ ვიცი, მე როცა მოვკარი უკვე თვალი მიწაზე იყო ორივე მოთამაშე და რაღაცნაირად ჭიდაობდნენ. ხო, ბურთი სხვაგან იყო. მანამდე რა მოხდა, გამომრჩა, კადრში არ მოხდა, ვერ გეტყვი. გადამოწმდება ეს ეპიზოდი. თითქოს სათამაშო ეპიზოდიდან დაიწყო, თუმცა დაველოდოთ მაინც. ხო, რაღაც ბურთი იმდენად შორს იყო, რომ არაფერი აქეთ რა მოხდა. აქ გადაყრა მოწდება და მე მგონი გავს თავთან კონტაქტს. გავს დაშვებული და არი მხარი თავთან. თავთან კონტაქტი გვაქვს. თავთან კონტაქტი თუ არის, დაველოდოს მოკლედ საჯის მინიმუმ ყვითელი ბარათი გვაქვს. გადაწყვეტილებას არ დავასწრებ მოვლენებს არ არის. შემოვნე თუ შეგიძლია. ხედავთ ხელისა და აქ პირველ ნომერს ამოტრიალებული, ანუ ეგრეთ წოდებული leading shoulders გავს ეს რომ ხარი მიდის წინ და ხელი უკან არის ჩამოშვებული, რაც სახიფათოა ნამდვილად. პირველი კითხვა არის უხეშობა გვაქვს თუ არა? უხეშობა არის, იმიტომ რომ ხარი ჩამოშვებული აქვს და არის არალეგალურ პოზიციაში. არ არის პირდაპირ თავთან კონტაქტი, ძირითადი დატყვარი მხარზე. მაგრამ რადგან არის მუდმივად არალეგალური ქმედება, არ არის პირდაპირ თავთან კონტაქტი, ჩამოვდივართ.
თავთან კონტაქტს ვერ ხედავ, მაგრამ ხედავ ყოველთვის არ გაგუქმედებ. დაკეტილი მხარ. დაკეტილ ხარ, მოქნეულ ხარ სტილში და გვიან შემოხების წელი. მაგიტომ თავთან კონტაქტს ვერ ხედავ, ერთხელ ხედავ და ხოჩობა. ხო. მაგრამ მაღალ ხედავ. კარგი, უხეშობა გვაქვს, იმიტომ რომ ხელი მუდმივად ჩამოშებული არის და მუდმივად არარეგულარული ქმედება არის. არის გამართული პირველი ნომერი და არ არის თავთან კონტაქტი. შესაბამისად, აქვს ყვითელი ბარათი. და არ არის მაგარი, ხო. ეს იმის ხეშობა. მეთახმებით, ხო? დაეხმარა საბა მახარაძეს ნიკა ამაშუკელი გუნდური მუშაობის ძალიან კარგი მაგალითი ვნახეთ. საბა აბულაშვილი კი მიციხმა არ გვესმოდა, თუმცა ზურგს სწორედ საბა აბულაშვილი უმაგრებს, მოედნის მსაჯებს. ერთობლივი გადაწყვეტილებით ყვითელი ბარათი ეკუთვნის სერგი ლეჟავას. ძალიან გაუმართლა სერგი ლეჟავას, რომ არ იყო აქ თავთან კონტაქტი, თორემ ვერაფერი ვერ გადაარჩენდა მას წითელი ბარათისგან. შედიხარ ხელი ჩამოშვებული მხარს უთყავდა. სახიფათოდ მოიქცა ლეჟავა და დამსახურებულ ბარათს მიიღებს ახლა. გამართული ხარ, უნდა მოიქცა. ხელი შემოხვევის ხდება უნდა არა. ის ეპიზოდი საერთოდ უხეშობა უფრო მძიმე ქონდა აქ. იმ ეპიზოდში არც იყო ისეთი რაღაც ისეთი სახიფათის შემცველი აქეთ პატილერინგა და მალაღურაძის შორის რაღაც სათამაშო მომენტს გავდა, კი არ იყო სასიამოვნო სანახავი, მაგრამ ამ ეპიზოდზე რთული და ამ ეპიზოდზე მნიშვნელოვანი ნამდვილად არ იყო, რაც გადაწონიდა. ხო, უბრალოდ გაუფრთხილებლად ამ ეპიზოდის ჩაუვამ შემდეგ სხვა კიდევ ესეთი კონფლიქტი არ გამოიწვიოს. ნუ კი, ეგეც გასაგებია, ის უფრო განსახილველი და სანახავი მომენტი იყო, რადგან იყო უხეშობა, რადგან იყო თითო სიტყვა ბატილერენგას და მალაღურისაც რომ მიეღო, ანუ მაგას არ იქნებოდა ურიკო. ამას გულისხმობ, რომ განგრძობიტობა აღარ ჰქონდეს ეპიზოდს. იმედოვნოთ, რომ არ ექნება. ამასობაში მე-20 წუთი მატჩის და ქუთაისელების აუტი ცენტრში. არაუწევია თამაშია. ამუშავებს კვლავ აი ამოლს. დოლიძის დარტყმული კარგი დარტყმული გამოვიდა თაყაიშვილი 22-ში ვერ შევიდა. შეხება იყო ჭკვიანურად განსაჯა ეპიზოდი დაჩი ციკლაურმა და ბურთი რჩება ხვამლს. ხო, დაფარების შემდეგ თამაშგარე უქმდება დამრტყმელის გუნდებისთვის, რომლებიც წინ არიან. და ეს წესი კარგად გამოიყენა ახლა დაჩი ციკლაურმა. მალაღურაძეს გუნდი გადაჰყავს 22-სა და 10 მეტრიანს შორის. ხშირად ეს წესი გაურკვევლობას იწვევს ხოლმე მაყურებელში, მარტივად, რაც შეიძლება მარტივად რო ავხსნათ. ესე იქნებოდა, რომ ვინც ბოლოს ეხება ბურთს, იმის თანაგუნდელი არ უნდა იყოს, რაც მთავარია წინ. ესე შეიძლება გამარტივდეს. ეს დაცვის მხრიდან ოღონდ ლელო გავიდა, რომელიც ერთ-ერთ საერთაშორისო მატჩში. შეუძლია გამოსული. მამოლის გვერდით ამუშავა ფეხებით აყაიშვილმა. რაკია უკვე დამგარი? ცხადია ამ ყვითელი ბარათის დროის გატარება უქმა და არენდომება. ხვალს ენდომება რომ მაქსიმალურად თვითონ იყვნენ ბურთით, ნაკლების შანსი რომ მისცენ მეტოქეს ქულების აღების და ასევე თუ თავად გაიტანენ ხომ საერთოდ კარგი. აღარ ხელი. ამოღებულია. მაღლა არის კონტაქტი მიწაზე წასვლა მაინც მოახერხა. პავლეს მორაგვემ გაიშალა ხაზზე სიღრმეში ჩაერთო თაყაიშვილი ამოგდება, ცუდი ამოგდება გამოვიდა მიარტყა. აიას უკანა ხაზელმა საბა შარვაშიძემ ფეხი. მალაღურაძე თავად გაუჭირდა, დაკარგა ბურთი საერთოდ და ეპიზოდი აიას. ორჯერ გარისკა ლაშა მალაღურაძე მსგავს ბურთებს როგორც წესი უნდა ახტებიან ხოლმე მოთამაშეები, რომ უფრო მარტივად განუხდან სიტუაცია. ორჯერ გარისკა ხელში უნდოდა ბურთის აღება, თუმცა მოგვეხსენება რომ რაგბის ბურთის ტრაექტორის განსაზღვრა ძალიან რთულია და ესე მოხდა ამ შემთხვევაშიც და ვერ მოახერხა მალაღურაძემ ბურთის ხელში შემაგრება.
უყურებდი ეპიზოდს, ფურთან კონტაქტში იყავი, შესაბამისად ისიც ფურთან კონტაქტში. ერთ წუთი. ფურთან კონტაქტში. კაპიტანი ხარ, შეგადარ მისაუბრება არა. შევთანხმდე თავს, კარგი? უყურე. მოგისაუბრე. რა მაღალი ბუჭა იყო, შეიძლება გადაამოწმო. ვამოწმოთ. არა, აი ასე არის ბურთი. აი ასეა ბურთი. დერეფნის მოპარვას აპირებდა გიორგი ვარდოსანიძე. ცოტა დააკლდა, მაგრამ არა, ამაშვილის ხელი ყოველთვის აქეთ იყო გამოცდილი, ვერ მოახერხებდა ისა. ოჰო. თამაში. რაღაც ცოტა ქაოსურია თითქოს თამაში, არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ საბა. ორივე მხარეს ჯერ რაღაც ეს დავაგებული სიტუაცია არ არის არც ერთი გუნდის მხრიდან. გასაგებია ბარათაშვილს რაზეც ჰქონდა პრობლემა, თუმცა ჩაითვალა რომ ბურთზე მიდიოდა. ხო, შეხებაში იყო ბურთთან, ასე რომ შეეძლო სულეიმანაშვილს, რომელიც ხელებს ხვევდა და უბრალოდ არ ეჯახებოდა. ოთარ გიორგაძე ბოჭვით. ძალიან ბევრი გამართული ბოჭვები მხვდება თვალში და ვინმეს რომ არ გაუმართლოს, გართულდება მერე სიტუაცია. ფრთხილად უნდა იყვნენ ორივე გუნდის მოთამაშეები ამ ასპექტში. აქ შეცდომა დაუშვა. მოედანზე ედგა ფეხები, ისე შეეხო შარვაში. მოედანში იყო. არ იყო ეს შარვაშიძე. იყო ზვიადაძე. ამ კონტაქტს ჩემს ხარზე იყო გავაჩერე დრო. აი, ნახოთ. უყურებდი აშკარა და ხარზე. ხო, გასაგებია. ჩანაფიქრი ის იყო რომ არ უნდა გადაეშვა ბურთი. დიდად ესეც არ მესმის რატომ არ უნდა გადაეშვა. ახურვა მოდიოდა, თავიანთი ბურთი იქნებოდა, რისკი იყო უფრო შეცდომის დარისკა და არ გაუმართლა. თუმცა ამ შემთხვევაში მცდელობა იყო იმისი რომ ბურთი დაეტოვებინათ და დერეფანი აერიდებინათ თავიდან. ტაიმინგი კარგი არის. გეს ბურთი, თუმცა ცუდად ჩამოაგდეს. ესეც არის ყო გადაცემა, საბოლოოდ გავიდა ბურთი გელაშვილის დაარტყმა. შეტანილია ბურთი. ლაღურაძე მოუწევს მოედანში ბურთის დატოვება. ასეც იქცევა. ზვიადაძე იქვე გააკეთა ერთი გადაცემა შარვაშიძეს. დაარტყმული საკმაო მანძილს ფარავს სანამ კიდის ხაზს გადაკვეთს. ცენტრთან ახლოს ექნებათ ყვამლის მორაგბეებს დერეფანი. ტაიმინგი კარგი არის, გამოდის ხოლმე. ეგიწვია 15-ას კარგი. მოიგეს ბურთი. აჩერდი. მალაღურაძემ მაღალი დარტყმით გადაიტანა 22-ის მისადგომთან გამოუვიდა მალაღურაძეს. ხო, ზუსტად გამოზომილი 22-ის ხაზზე დასვა, ისე რომ ვერც შიგნით დაიჭერდა ქუთაისელი მორაგბე, თან ჰაერში ძოლაც მოუწია. გამოვიდა აია 22-დან. გამოიყენე 9. დოლიძე. უკანა ზონა შევსებული აქვს ხვამს. თაყაიშვილის შეცდომა. და მარტოვა მალაღურაძე. მოასწრო თაყაიშვილმა წამოდგომა, კონტრაქტი აღარ იქნება. მოკლე ფრთაზე ერთი დარტყმა, ამით გაიუმჯობესა ციკლაურმა წერტილი. და ახლა თავად გადადის მეტოქის ნახევარზე სიღრმეში. ორკინალთა ერთი დარტყმა გიორგაძე. გამოიყენე 9. კлау ტესტი. აი შვილს რომელსაც ახერხებს და კახოლიძე. კოხოძე უფრო სწორად მაგარ ბოჭვას უკეთებს. რა თქმა უნდა. კარგი იყო კონტრაქტი თამაში. აი ამ მაგარმა ბოჭვამ კი მოუტანა აიას უპირატესობა რაგში და საბოლოოდ დააჯარიმეს მეტოქე. კონტრაქტზე სწორად მოდია, შემდეგ დაწოვი ხელი თამაშობს. კაპიტანი
აები არის მოთხოვნილი. აქ. უკან უნდა გადმოწიო მაშინ, წივე. ერთი? აქ. გაგინეს მაგრამ. ეთყვიან არ ვიცი. არ გადმოწიო ბურთი, ხო გაგაქვთ? ერთი მხრიდან გიორგი ვარდოსანიძეს არ გამოუვიდა ტელეფონის მოპარვა, ეხლა გიჯა მახარეიშვილი აპირებდა ცოტა წერტილის. შიგნით შემოწევა უნდა და მახარეიშვილი. ათი წამი. დარტყმა ზუსტია ამჯერად. 10-3. კვლავ აღადგინა სტატუს-კო ქუთაისის აია. ჩავარდა პირდაპირ ხვამლის სამიანი. მოიცა. აი შევიც. არა, კარგად თამაშობს კვაბზირიძე გახლავთ ეს გუნდის კაპიტანი. ციკლაური ცდილობს ბურთის გატანას ძალიან დაუგვიან და სანამ მორკინალები მოეწყნენ, შემდეგ ცუდად გამოიტანა. გამოიყენეთ ხრა. აქთან ახლოს კვაბზირიძემ შესანიშნავად ითამაშა, შემდეგ კურტანიძემ და აქ უკვე ხეშობაც იყო, თუმცა ჯერჯერობით ჩაიარა ამ ეპიზოდმა, გრძელდება თამაში, თაყაიშვილი დაიქნია. თამაშის უპირატესობა გაქვამლი. მიიღო მაინც ჯარიმის უპირატესობა. თბილისურმა კლუბმა მარჯვენა ფლანგი შეტევის კვაბზირიძეს დაუვარდა და ჯარიმა თამაშკარის გამო. აი, ყვითელი ბარდი. ქვემოთ ვიდეოდი დავინახე, მაგრამ ქვემოთ ვიდეო. აუცილებლად მოთამაშე შემოდის. კი, შემოდის. დაბრუნდა ლეჟავაც მოედანზე გაუვიდა მას საშელის ვადა აწუთიანი და 15-15-ზე ითამაშებენ ახლა გუნდები. წინა ეპიზოდი უფრო საინტერესო იქნებოდა. ვიდრე ჯარიმის მომენტი. ტერეფანი ხვამს. ახლობით 10 მეტრი ლელომდე გელაშულზე ჩამოაგდეს საინტერესოდ დააყენეს მოლი. მოძრაობენ წინ ხვამლის მოთამაშეები და ჩაერთო ხაზიც გადაეწყო მოლი. ლელოს მოედანშია ბურთი, ჩაითვალა ლელო. თუმცა რთულად გასარკვევია თუ ვინ არის ამ ლელოს ავტორი. აქაც გუნდური ლელო ვნახეთ. ეზო მახარაძეს გვაჩვენებენ ეკრანებზე, სავარაუდოდ სწორედ ეზო მახარაძე გახლდათ გატანილი ლელოს ავტორი. თუ შეძლებს ახლა თაყაიშვილი ამ გარდასახვის წარმატებით შესრულებას, ანგარიში გახდება 10-10 32 წუთისთვის. დატყვაზე 15 გაქვს. ძელმა იხსნა ახლა ქუთაისის აია. ანგარიშია 10-8 ქუთაისის აის სტვის. ლელოს ეპიზოდი განმეორებით. აქვთ ბურთი.
8 წუთია დარჩენილი. 8 წუთი შესვენებამდე 10-8 დაძაბული მატჩი გვაქვს, არ გვაქვს მაინც მაღალი ტემპი, ბევრი ღია თამაში. თუმცა გვაქვს დაძაბულობა მოედანზე სიხისტე ბოჭებში. და ასევე ცუდი განახლება კუჭა მახარაიშვილისგან. პირველი შეკინება. ესეც პირველი შერკინება 33 წუთზე. კარგი შედეგია. შვენიერი. არც ერთი მსაჯი არ იქნებოდა წინააღმდეგი. ასეთ საჩუქარი. ასეთ საჩუქრის. თავიდანვე ვიღებთ ბიჭებო. ოდნავ მარცხნივ დადგითმეხი. მოიწე, ახლოს მოიწე. ახლოს მოიწე კიდე უფრო. პირველი. ხრები გარეთ ბიჭებო, ხარი გამოწე. მეორე. ხარი კორპუსს გასწრ. მოხრა! შეკურა, ქვემო ჩადი. შერკინება ცენტრში, ციკლაური. შეაცურა ბურთი, შეაგორა. შერკინებაში ხვალს ჯარიმის უპირატესობა აქვს, გავიდა ხაზზე. არის მეტობა, ჩაიტანეს არაგველი. შიგნით შემოbrunებული გადაცემა ბრწყინვალეა, თაყაიშვილი გაიწმინდა რაქის სწრაფი ბურთი ხვალს. ცუდია მოგდებები. მაინც ახერხებენ ხვალის მოთამაშეები. კარგად გაშალონ შეტევა. არის უპირატესობა არ გადაგორების. ვერ მოახერხა გოჭმა გადაგორება ერთი შეხებით მალღურაც გადაცემა გელაშვილი შევიდა კონტაქტში. თამამად შეუძლიათ ახლა ხვალის მოთამაშეებს თამაში, რადგან თამაშობენ ისინი უპირატესობაში, კოხოძე ადგილზე. დისციპლინა ბიჭებო, არ გადაგორება. კაპიტანი ახლა გაგაფრთხილებ. 4 ნომერი არ გადაგორება. ესე აქტიურად ერევა მსაჯის კომპეტენციაში. ხვალის კაპიტანი გაფრთხილებისკენ მოუწოდებს ახლა მახარაძეს. უკმაყოფილო იყო რაცა თქმა უნდა თურქის ბევრი ჯარი. მსაჯის საქმეა ეს. უმჯობესი იქნება თუ მოთამაშეები არ ჩაერევიან ამ ამბავში. კინების ჯარი მაინც, აი. სამინუტო სიტუაციაზე მაგას აკონტროლებ მე. აგჭირდება, აკონტროლებ მე. არა, ნაშა, აგინდა ეგეთ აპარატი. დარტყმა მალაღურაძე ზუსტია დაწინაურდა ხვალი. 11-10 გასვლაზე ერთი გული დამარცხებს მეტოქეს. ასაგები მაგ შეკინების ჯარი მაინც და მე ეჯეც ვაკონტროლებ. პატრობა. პირველად გადის ხვალი ანგარიში წინ 11-10 ძალიან დაძაბულია ნამდვილად შეხვედრა, სულ რაღაც 4 წუთი რჩება პირველი ტაიმის დასრულებამდე. ნახოთ თუ მოახერხებენ კიდევ გუნდები ანგარიში რამე ცვლილების შეტანას პირველ ტაიმში. ამისთვის დრო საკმაოდ არის. ნამდვილად. განახლება ფეხით გადაკიდება. დოლიძე გაერკვა სიტუაციაში, დრო მოიგო, შემდეგ ამოუგდო ბურთის შარვაშიძეს. შარვაშიძემ შეუტია თავად. მორკინალები მბატირერენგა ჩაერთო საქმეში. ამჯერად უკვე დაჯარიმდა ხვალი. თამაშკარის წესის არდაცვის გამო მეტობა აქვთ ფლანგზე ცუდად გათამაშებული ბურთი. თუმცა კოხოძე მაინც ახერხებს მოედანში დარჩენას. თავისუფლად ითამაშე უპირატესობა გა. ფრუიძე გიორგაძე დაკარგული პოზიციიდან მოახერხა ამ შეტევის გაცოცხლება ოთარ გიორგაძემ. უპირატესობით ვერ იხეირა ქუთაისის აიამ და უბრუნდებათ მათ შანსი, რომ ტაიმში კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ.
აბუ რამდენია და რამდენი? ხო, აი. სამ. ერთადერთი დარტყმა გაუცუდა დღეს ხარეიშვილს. ესეც ზუსტია. 13-11 ისევ კლავ წინ გადის ქუთაისის აია. არ ჩქარობს ხვამლი, არ ჩქარობს მალაღურაძე თამაშის განახლებას. საბრძოლო ბურთი იქნება, მაგრამ შესრულდა პირველი ბოჭვა, რამდენი იმუშავა კვაბზირიძემ და ბურთი მოუპოვა საკუთარ გუნდს. ბურთი და ტაიმის ალბათ ბოლო შანსი. მნიშვნელოვანი შერკინება ტაიმის მიწურულს, თუ პირველ შერკინებას გავითვალისწინებთ, ხვამლმა ძლია ვიზავის დააჯარიმა შერკინებაში. სავარაუდოდ ახლაც ეცდებიან ხვამლის მორაგბეები რომ მიაწვნენ შერკინებაში, ვნახოთ რა გამოუვათ. გვერდზე არ წამოვიდეთ. ხარი კარგად გამიწია. მოხრა! შეკურა! შეკინე! ორი ოქრა მოწვი. არა, შეხედე. მაგანე გესმია. წამო, დაუჩქ. ახე, ორი პრობლემა გვაქვს რა. ცოტა პარცხილ გახართ, ერთ სიტყვაზე უნდა იყოთ, ზემოთ არა ვიციოთ, კარგი? ბოლომდე ქვემოთ ერთ სიტყვაზე დავჭი. სწორად გადავჭით. დიდი ხანი დასჭირდა ამ შერკინების მოწყობას, გასაგებია საფარისველია, მოჭიდება არც თუ ისე კარგი და არც მოთამაშეების სურვილი რომ მაინც პირველ საუნდსდელობაზე ზუსტად მოეწყონ. მოხრა! შეკურა! აქ უკვე თავისუფალი ერგო. ხვამ სწრაფად გაათამაშეს მალაღურაძე, კარგი გადაცემა სიბრტყეზე და ხელიდან აართვეს პირდაპირ ბურთი. როგორი ხისტი ბოჭვა იყო. თვითონ ახტამეც ესე დავინახე. უკვე მეორეჯერ ახტნენ ბოჭვაში ქუთაისელები. კი ბატონო, იგივე შეუბნება საბა მახარაძეც. აი ხტება რა თქმა უნდა, აშკარად. შემდეგ ბოჭავმა რაღა უნდა ქნას რომ ვერაფერს ვეღარ იზავს ბოჭავი. მეტოქეს საფრთხე არ შეექმნა. მაშინ უნდა გაატაროს. ესეც არ გამოდის. მოკლედ, საბოლოო ჯამში აია დაწინაურდა ტაიმის მიწურულს. ვეღარ აიღო 11 ანგარიში. ხო, ვეღარ აიღო ტაიმის მიწურულს. ქუა ხვამმა დაკარგეს კარგი შეტევის შანსი და 13-11-ზე გავალ შესვენებაზე მეორე 40 წუთი გველის 10 წუთი შევისვენებთ და დაგიბრუნდებით უკვე მეორე ტაიმი. დროებით.
გიბრუნდებით მეორე ტაიმით შეყავს ლაშა მალაღურაძეს ბურთი თამაში და განახლდა თამაში აიასა და ხვამს შორის. როგორც უკვე მოგეხსენებათ, აია იგებს პირველი ტაიმის შემდეგ 13-11-ს. ახლა კი ბატირერენგა ეძალება მეტოქეს მოედნის ცენტრში. მახარეიშვილი კარგად წამოიღეს ქუთაისელებმა ბურთის სივრცეში. გიორგი ფრუიძე. მოგდება შესანიშნავი იყო შარვაშიძე გარეთ კიდევ კოხოძე. კოხოძე ბოლომდე გამჩერებელი არავინ აღარ არის. ესეთი დაწყებაც ესეთი უნდა ტაიმის. სულ რაღაც ნახევარ წუთში მოახერხეს ქუთაისელებმა მშვენიერი ულამაზესი ლელოს გატანა ფრთაზე. იარა მატარებელივით კოხოძე. რამხელა ძალაა კოხოძე ქუთაისაიასთვის. ამტკიცებს ამას ყველა თამაში ყოველთვის. გვინდა რომ ვნახოთ თუ დარწმუნებული. არ არის ვერო წინვარდნა იყო ჩათვლის მოედანში. უი, ჩათვლის მოედანში ყოფილა წინვარდნა. ესე სრულ დროში ძნელი დასანახი იყო, რაც ჩვენ ვერ შევამჩნიეთ ნამდვილად. აქ წინვარდნა არის. თუმცა არ გამოეპარა ეს ვიდეო რეფერს საბა აბულაშვილს. ბიჭებო. კი ბატონო, კარგავს კონტროლს კოხოძე დამიწებამდე. გადამოწმებაც კი არ დასჭირდა. მე არ იქნება ბიჭებო. ხარაძეს იყო წინვარდნა. ჩათვის მოედნიდან განახლება გქონდა. აი ესე დასანანად გაუქმდება კოხოძის ლელო, რომელიც იქნა გატანილი ნახევარ წუთში მეორე ტაიმის დაწყებიდან. ვერ შეიმაგრა თემურ კოხოძემ ბოლო წამზე ბურთი ხელში. ლელოს ხაზიდან განახლება ცოტა გაიწელა მალაღურაძემ. წავედი საში. დაამშვიდა თამაში, დააგდო ტემპი, არ აყვა საწყის წუთებზე ქუთაისელთა ასეთ ელვისებურ სტარტს. განაახლა შეხვედრა. და გიორგაძე შებოჭა კვაბზირიძემ. ორივე მოთამაშე იმ კონტაქტის შემდეგ ცოტა რთულად წამოდგა. როგორ აქტიურად უწევენ ქუთაისელები რაღაც ისე გამოვიდნენ მეორე ტაიმში. უფრო ბევრად ლაღად თითქოს. კი და აქტიურად. თამაშია. გაიწმინდა ეს რაკი. ხარეიშვილი შეიყვანა დარტყმაზე, დანაგუნდელი შემდეგ გაიჭრა ხაზი, ბარათაშვილი და ჩაიჭრა ეს გადაცემა ფეხით თამაშის სწრაფი პასი. როგორ სწრაფად თამაშობს. მილიწამებში მიიღო მან განაწყვეტილება საკმაოდ რიგიანი შეიძლება ესე თქვას კვლავ ქუთაისელები მოედნის ცენტრში. გამოიყო. ფრუიძე როგორ ანაწილებს ბურთს. გაჩერდა აქ დრო. 10 ნომერზე არის უბურთობოჭო. აი, უბურთობოჭო არის 10 ნომერზე. კაპიტანი მოვიდეს ორივე გუნდისა. უკაჩეთ. დაველოდე. არა, დაველოდე. ათლეტზე ჩავიდე თუ შეიძლება. ბიჭებო, თქვენი კაპიტანი მოვიდეს. თქვენ, მოდი. აი. პირველ რიგში, აქ იყო 10 ნომერზე უბურთობოჭო, რაც იქნება ჯარიმა. შემდეგ რაც მინდა გითხრათ რა, ორივე გუნდის მონაწილეები და თქვენც როგორც კაბინები 20 მეტრიდან ყურიხართ რაღაცებს რა. თამაში ვაკონტროლებთ. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მოედანზე. თქვენ გააგზავნეთ თამაში. კიდევ ერთხელ, კი. ან თქვენგან, ან თქვენი მოთამაშეებისგან თუ გავიგეთ რაღაცა, სანქციები გაიცნეთ. კარგი? დროს მოგცეთ რომ დაელაპარაკოთ. საკმაოდ ისეთი ბასრი და გასაგები მესიჯი გაუშვა ახლა საბა მახარაძემ გუნდებთან, როგორც ჩანს მოთამაშეები აპელირებდნენ ამა თუ იმ განაწყვეტილებებზე და მიცა სავსებით გასაგები გაფრთხილება რომ თუ კიდე გაიგებს მსგავს შეძახილს ან გაპროტესტებას მოუწევს რომ ამოქმედოს სანქციები. იმედია არ მოუწევთ გუნდებს დასანქცირება.
წესით ამ გაფრთხილების შემდეგ უკვე უნდა გაითვალისწინო. კი ბატონო. რაოდენობა. აი, უკან ჩამოვიდეთ ხომი. არი უპირატესობა წინ თამაშის, წინ თამაშის უპირატესობით ხვამლი ისარგებლებს მალაღურაძე ფეხით და არტყმა დაუცველ ზონაში ჩააგდო ბურთი. შარვაშიძის დაწყებული კონტრშეტევა ფეხით თამაში და კიდევ ერთი შეცდომა ხვამლს უკანა ზონაში. ხომი მეტრი დაიცავი უკან ჩამოდი. ჩამოდი. გადაცდა დერეფანში. ვარდოსანიძემ შვენიერად მოვა ვარდოსანიძეს ბურთი მოიგერია. მეორე ნახევარში დერეფანში რამდენადაც ღია თამაში დავაგდა. აია დერეფანში გაუჭირდათ, გაიჭრა ხაზი სულეიმანაშვილს, მიმყოლი აგვიანებს სულეიმანაშვილთან, თორემ ბევრად მწვავე შეტევა წარიმართებოდა მალაღურაძეზე. დაგვიანებული გადაცემა საბოლოოდ ფრუიძე, ვიცით მისი ეს სათამაშო ინტელექტი და შეგრძნება. უკან ჩამოდი ხარ ხესუში გასკაგეთ. ანერებ შეტევ. თუმცა როგორც ჩანს, ხვამს შეტევა ჩაუვარდა და გაუფუჭდა თამაშგარის წესის დარღვევის გამო. არები არ მოხონები? მეორე ჯერ აკეთე. სალელო სიტუაციას შლიან ძალიან. იგი გავჩერდები რომ. სუსუ ჯიგარი, სუსუ. ასხარ, რა ნუ სულეიმანაშვილის გაჭრილი ხაზი და აქ მიყოლა და ამშვენებდა სულეიმანაშვილს. ხო, არაგველი ფრთაზე დარჩა. შიგნით რომ შემოსულიყო და შიგნიდან გაეგრძელებინა მას მიყოლა, ალბათ კიდევ უფრო გაჭავდებოდა ალბათ ეს შეტევა. რო დარტყმა თაყაიშვილის ზუსტია დაწინაურდა ხვამლი. აი ესე ქულა-ქულაში მისდევენ გუნდები ერთმანეთს უკვე 46 წუთის განმავლობაში. არც ერთი არაპირებს არაფრის დათმობას, რა თქმა უნდა. მოსალოდნელიც იყო, როგორც დავიწყეთ რეპორტაჟი ორივე გუნდს 2-2 მოგებით და თითო-თითო მარცხით აქვთ მესამე მეოთხე ადგილი, ანუ 10 ქულა აქვთ ორივე გუნდს და მოსალოდნელი იყო, რომ ამ მატჩშიც არაფერს დაუთმობდნენ ისინი ერთმანეთს. მახარეიშვილის განახლება. ფეხით გამოდის ხვამლის საკუთარი 22-დან ნახოთ კონტრშეტევა. ახლოს კარგი გადაცემა, თუმცა დაიკარგა ბურთი ორმხრივი წინ თამაში და პირველი ყვითლისგან ხვამლის შერკინება. ბიჭებო მოკლაზე ჩვენ ზონებში ვრჩებით არ გადავდივოთ ჩვენ ზონებში ვრჩებით არ გადავდივოთ პირველ ტაიმში ჰქონდა ხვამს გარკვეული უპირატესობა ამ კუთხით. სიცე თავი კარგად აიღე ახლოს მოიწი. არა, დღევანდელ მატჩში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აშკარად ვერ ახერხებს ერთ-ერთი გუნდი თავისი თამაშის პოვნას, ისეთი თამაშის როგორც შემოგთავაზეს მათ პირველ, მეორე, მესამე ტურებში თუნდაც. დღეს ეს გუნდები არ გვანან იმ გუნდებს, რომლებმაც დაიწყეს სეზონი. ნახოთ იქნებ დარჩენილ დროში მოახერხონ მათ რაიმე შეცვლა. ისევ აჯარიმებს ხვამლი აიას. არეთ გამოდი ხარ.
კიდეზე გადატანილი ბურთი მალაღურაძე ატრიალებს ჩვენ. კარგად ასრულებს დარტყმას 22-ს მიადგა მისი გუნდი. თუმცა ბევრად უკეთესადაც შეუძლია მალაღურაძეს ესეთი მსგავსი დარტყმის შესრულება, რაც არაერთხელ ინახავს. ერთი უკან დაგავიდეს, ათვეცრა. ამ რაკურსით ძნელია იმის დანახვა. როგორც ეწოლაში ახლა ვარდოსანიძე ვხედავ ტრიბუნებიდან, მაგრამ შვენივრად ახერხებს ის მაინც ბურთის მოწოდებას. აირია მოლი. ბურთის სად არის ბოლო კაცაკ როგორც ჩანს. ჩახსნა გაიტანეს ხაზე. როგორ დიდი რისკით ითამაშა ახლა ფრუიძემ. რომ მოხვედროდა ეს ბურთი. ხო, თაყაიშვილსაც დაუწევს. არ აცდებოდა ალბათ გიორგი ფრუიძეს არაგველი მოდის და მოაქ. არა, არ იყო ეს არაგველი უკაცრავად. დარტყმა. შეუდია კვაბზირიძემ. უნია ვაღახდეთ ბაჩანა. წეული ხაზი კოხოძისგან. მატირე რენგა. ძალიან დიდი ხანი შემოვა. ბურთი აიამ. კი ბატონო, ნამდვილად ციკლაური ისე მოკლეფთაზე. დაუფარეს მალაღურაძეს და აქ დიდი საფრთხე ვერ მოახერხა ვერაფრით. უპირატესობა. უბურთოზე იჭერ ორკას. ცინიკური გარღვევა. ხო, იჭერდა მალაღურაძე თავად. არ აპროტესტებს. თავიდან ბოლომდე მისი შეცდომა იყო ეს ბოლო მომენტი. კი ბატონო, ჯერ ცუდი ფეხი რომელსაც დააფარეს. შემდეგ დაიჭირა მოთამაშეები, ვინც მისდევდნენ ბურთს. იმედია გამეორებასაც ვიხილავთ ამ მომენტის. აქ კი კაკაურიძე ვერ გადაიტანეს ქუთაისელებმა თავის მხრივ დიდი შეცდომა მათი მხრიდანაც. ვერ გადაიტანეს ბურთი აუტში, მაგრამ კაკაურიძემაც გარისკა ხელით რომ წამოიღო. გამზადა ახლა ბურთი ციკლაურმა. შვენიერი ჩანს ეს დარტყმული. თუმცა როგორც ჩანს უბრალოდ ჩანდა მშვენიერი ეს დარტყმა. ბევრად ახლოს გადაუკვეთავს დარტყმის წერტილთან კიდის ხაზი ბურთს. კი ბატონო. ორ კაცი იჭერდა მაიკით. არა გათავისუფლა ბურთი არა. აია შეტევაზე მახარეიშვილი, ჩანაფიქრი კარგი ჰქონდა, თუმცა არ გამოუვიდა. კი, მაგრამ აუტში გადავიდა ეგრევე და მაგიტო აუტი არის პირდაპირ აუტია. ახალ წესებს პირდაპირ აუტი. ახალი რა 2 წერია. ახალი აღარ არის ნამდვილად. მაგრამ რომ მიეჩვევი, ხო იცი? ახალ წესს ეძახი. ახალი გზას არის. ძალიან დიდი ხანი ერთი 10 წელი ვერ ხო ახალი გზა. ეხაც ახალი გზა ქვია პრინციპში. გმირთა მოედნიდან რო აკავშირებს. ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის გზატკეცილს ახალი გზის სახელი არის. ამოიყენეთ ხრა. აი, აღარ გინდა დაანებებ. წნეხის გარეშე ურტყავს მიუხედავად მოწოდებისა. რა კარგი იყო. ბურთი მოხსნა, ბაიხო იწია თუ არ ვწდები ეს მოთამაშე. თაყაიშვილი თავის მხრივ შვენიერი ფეხი თაყაიშვილის შესრულებით. და კარგათაც ხურავენ ხამლის მორაგბეები. ადგილზე არის აიას 15 ნომერი. გამოძრა მახარეიშვილი შეუძლია კონცეტევის წამოწყება. დოლიძე გაიჭრა ხაზი, ფრუიძე მონახა. ფრუიძის უნდოდა ფრუიძეს, მაგრამ ვერ მოაქცია ხელი ისეთ პოზიციაში, რომ პასი გაეშვა. და სავსებით სწორად მოიქცა ჩემი აზრით, რომ შეინახა ეს ბურთი ფრუიძემ. რა დარტყმულია. აქ ძალიან საინტერესო ფეხზე ხო არ შეეხა. ეპიზოდია. ხეზე იყო შეხება აშკარად. ხელით შეიცურა ბურთი კოხოძე. აი მადლობა. მადლობა. აი ცოტა. თოთმეტი გავიდა. და ბიჭგარეთ აკეთე.
ჩემოუშვი. აუ, კოხოძემ კი ხელით ითამაშა, მაგრამ თითქოს შემდეგ გაარტყა ომლის მურაბლეს და ისე წავიდა ბურთი წინ. კი, მაგრამ პირველი სანამ ხომლის მოთამაშე მოხდებოდა კოხოძის მხრიდან წინ წავიდა ბურთი ხელიდან. იწორა მჭირდება სწორი არის. ხო, აბა რა, დავარ ვატო. ერთი არ გამოდი. არა. თქვენო საურში ხარ ყურად. ხოლმე ხთავი გავჩერდი და წავიდეთ პირდა. ხო, ხო. ეე, ელი სალამ. ხარი გამოწიებ, ხარი გამოწი. მოხრა! შეკურა! ო, შეკინე! აი გამოიყენე ორივე ამოვიდა, გამოიყენე. ორივე ზემოთ ამოვიდა. გადაეწყობა შერკინება ახლა. ხარ გავიდა. ავიგე, ერთი წუთი, გამო. კაი. დვა. ცოტა გიძახე ბურთს გაიტანე. ვაფშე არ გასვს. ადგილზე ვიდექით, ეგრევე ზემოთ ამოდივართ ორივე, რა ქვემოთ უნდა დავშეთ ხოლმე, კარგი? არა, გავიტანთ, არ გჭირთ. წყალი გავიტანოთ, წყალი. გაიწელა ეპიზოდი საკმაოდ მოითქვეს სული მოთამაშეებმა. მორიგი შეკინება გაიმართება ახლა. ხომლის 22-ში. მოხრა! შეკურა! შეკინე! გამოიყენე! გაიტანე ბურთი. გაიტანა ბურთი კურტანიძე. არტყმევინა თაყაიშვილს, თუმცა შეაჩერეს იქვე. გამოიყენეს ხა. კარგი ბოჭვით ქუთაისელებმა. ოცდაორში და გამოიყენეს ხა. ციკლაური ახლა გავასაკუთარი 22-დან და ციკლაურის დარტყმა არის შესანიშნავი. ეს კი ნამდვილად უკეთესი დარტყმა იყო ვიდრე წინა. პირველ ხაზში ცვლილებებია, როგორც ჩანს ქუთაისის აიაში. იმზადება შემოსასვლელად 17 ნომრით ლუკა შენგელია, რომელიც შეცვლის ბაჩუკი ბარათაშვილს, რა თქმა უნდა. კოჭლობით გამოდის ბაჩუკი ბარათაშვილი. იმედოვნოთ, რომ სერიოზული არაფერია მის თავს. შუიძეს უვარდება, შემდეგ უვარდება ასევე. ორმაგიწინ. თაყაიშვილსაც სააკაია. არ ვიცი, რამდენი დარჩა ყვითელბარად შემოსვლამდე, მაგრამ ფაქტია, რომ ქუთაისის აიამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა მეტოქის ნაკლებობა მოედანზე. არც ქუთაისელები აკლებენ შეცდომებს და წუნს, თუმცა ხვალის დაცვას არ უნდა დაიკარგოს, კარგი დაცვას თამაშობენ ისინი. რაც არც ისე რთულია ესეთი ნელი შეტევების დროს, როგორც დღევანდელ მატჩში მიმდინარეობს მეტწილად. ხო, ვერ გატეხა ჯერჯერობით აიამ. მოხრა! დვა შეეკარი, დვა შეეკარი. მეტოქე. შეკურა! მეორე არის უკვე ზემოთ ადიხი. კიდევ ერთი ჯარიმა. უკვე ზემოთ ადიხი. შერკინება შეუჭირს მას პინძელ გუნდს. კიდე არ ვიცი მეთქი. ზემოთ იწევით ბიჭებო, დესტაბილიზაციას იწევთ. დაახლოებით 3 წუთი მთელი ბარათის დაბრუნებამდე.
რა კარგი აუტი ვარდოსანიძის შემოგდებით. გაჭედეს ახლა მაღლა, მაგრამ კარგია ბაიხოიძე. ჩახსნა ბურთი, გადაყარეს. შენიან მაგრამ ბოლოს გუნდის კაპიტანმაც შეასრულა დარტყმა. გარეთ აბურთი. აქ სულეიმანაშვილი. კარგია სულეიმანაშვილი. თაყაიშვილი ჩაერთო მაღალ სისწრაფეზე, გაიჭრა ხაზი. სად მოახერხეს მისი შეჩერება? დიდი ადგილი იყო შუაში, კარგად დაინახა აქ ახლა ციკლავრო, მაგრამ მოახერხეს ქუთაისელებმა ამ შეტევის მოგერიება ჯერჯერობით. ჯარი მის უპირატესობა და დაზღვეული ექნება. ეს შეტევა ხვამს. მოკლე ფთაზე შეტევა ჭკვიანურად დანაყულია ამის გაკეთება ერთი ფაზით ადრე უნდოდა დაჩი ციკლაურს, თუმცა არაცალეს მორკინალებმა ახლა მაინც შეასრულა მიხეილ თაყაიშვილი გატანილი ლელოს ავტორი. მესამედი ლელოს გატანა მოახერხეს მე-60 წუთზე თბილისელებმა. კაც ნაკლულებმა, კი ბატონო, თან აკლიათ 10 ნომერი. არც მეტი, არც ნაკლები. აი ახლა დაუბრუნდა ყვითელი ბარათი ხვამლს, ანგარიში არის 19-13 და საკმაოდ რთული პოზიციიდან მოუწევს თაყაიშვილს ახლა შესრულება ამ გარდასახვის. ლელოს ავტორი მიხეილ თაყაიშვილი, ხოლო გარდასახვისთვის ემზადება ლუკა თაყაიშვილი. ბოლო წამს გადაუხვია ბურთმა მარცხნივ და ანგარიში რჩება უცვლელი 19-13 ხვამლის სასარგებლოდ. აი გავაჩერეთ. გარდაუსახავი ლელო არ ყოფნის აიას დასჭირდებათ მათ აი გავიყვანოთ ვარ. ერთი გარდასახული ლელო ან ორი შეტევა შედეგიანი. წავით, კარგი. დაიძაბა მატჩი და შევედით ბოლო 20 წუთში. კი, ველოდები. 17 ნომერი შემოდის. ტოვებს მოედანს გიორგი ვარდოსანიძე, მის ნაცვლად კი შემოდის. ბეკანე ფარიც. 22 შიგნით არის ბურთი. უკან მალაღურაძეზე გავიდა, მალაღურაძე შორეული დარტყმით გადადის მეტოქის ნახევარზე, შარვაშძე მახარეიშვილი მაღალი ბურთი. ციკლაურს მოუგო გადააფრინდა თავზე შარვაშძე. ხარეიშვილი გაიშალა ფრუიძეს სიფტყეზე გადაცემა წინ ძალიან გავდა წინას. შავი თუ ყვითელი. 3 ნომერი შეცვლა. 3 შეცვლა. შემოვიდა. მივხედავ საიდან გაუშვა ფრუიძემ პასი და სად შემდეგზე შემოვიდა თუ არა მზად არის. სვიადაცა. პირველი ზემოთ არ ვიწევთ, ქვემოთ დარჩი. არა, შემდეგ. მეორე. კია, დავაი, ბოლო კია. მეორე. ბოლომდე. მოხრა. შეკურა. ადრე გადაწყდა. ამჯერად ხვამლი დაისაჯა ადრე გადასვლისთვის. სწრაფად ათამაშებს აია. მათ ცენტრალურ ზონაში.
აი წმინდა რაკი, მარჯვენა ფლანგი, ქიმუცაძე. უნდა გადაგორდეს. კვლავ მოკლე ფლანგი ამჯობინეს გასპინძლებმა შესატევად. ხაზზე გაშალეს, წავიდა დარტყმაზე. ქუთაისელთა ცენტრი გივი კაშია. გიორგაძე. კარგად იცავენ ხვალის მოთამაშეები წინ ცვლას ვერ ახერხებს ქუთაისსაია მე რამდენი ფაზაა უკვე ფრთაზე. კარგია შარვაშიძე. შეძრა ინტერვალში. ძალიან მყარი დაწვის ხაზი აქვს. თან დისციპლინირებული ხვამს. ფრუიძე. ისიც ყარ კედელს შეასკდა. აი აქ შეიძლება უპირატესობის მონახვა ერემეიშვილი. ჩართო მეორე ხაზი მე გიორგი მეფარიშვილი. უტევდა. უპირატესობის ქვეშ თამაშობს და უტევს ახლა ქუთაისის აია. ჯეუტან ბატირე ერენგა. ბოლოს უნდა უპირატესობა. ერთი წუთი. 4 ნომერი თამაში. აქ. აუტში გადაწყვიტეს ქუთაისელებმა გასვლა და ლელოზე თამაში. რაც ნამდვილად მისასალმებელია. ნახოთ რა გამოუვათ ახლა ქუთაისელებს. შეცვლა. ორი ცვლილება. სამი კაცი ერთდროულად ქუთაისაიაში. პირველ კაცზე გასწორდი, პირველ კაცს გამოდივანებდი. ვეთამაშები? ალეკო გიგაშვილი, ლუკა ნარსია და ზურაბ ხუციძე შემოვიდნენ. ქუთაისაიას შემადგენლობაში რაც შეიძლება ითქვას რომ გააძლიერეს ნამდვილად ახლა მათ თავიანთი გუნდი, ხოლო ლუკა სულუაშვილი შემოვიდა ხვალის შემადგენლობაში შესვლა. ცუდად მოწოდებული დერეფანი იგდეს ბურთი ხელთ ხვალმა. აქ ბურთი. გავიდა მალაღურაძეზე, მალაღურაძე გადის საკუთარი ლელოს მოედნიდან შორს. ნომერი 9. დაჩი ციკლაურიც დატოვებს მოედანს. ორი ნომერი შეცვლა. ტოვებს ციკლაურიც მოედანს და მის მაგივრად შემოდის ბესო თაყნიაშვილი. საერთოდ და შემოდის ორი ნომრის შეცვლაც. არა უწევია თამაში. ომარ ჯანგავაძე შენივრად ააგდო ომარმა ბურთი. სწრაფად უტევენ ქუთაისელები. შეიძლება ფრთაზე დააკლდა ერთი პასი ახლა კოხოძეზე. რა თქმა უნდა ძალიან რთულ პოზიციაში იყო პასის გასაკეთებლად. ფრუიძე, ბატირე რენგა ფრთაზე. აი ფრუიძე უნდა ყოფილიყო იქ და მოაგდებოდა. ამოიღო პირველი კაცი. სუფთა ამოღება, რაკი შეინარჩუნა ხვალმა. ბურთი მოიპარა თაყნიაშვილმა ახლა. აი არა და რა კარგად გამოვიდა ხო მეორე ტაიმში. კარგად დაიწყეს ნამდვილად ქუთაისელებმა მეორე ტაიმი, მაგრამ მოახერხეს ხვალის მორაგბეებმა მათი იერიშების მოგერიება. ისევლა შამალაღურაძე შორეული დარტყმით, მაგრამ არც ისე შორს. ნოზაურის მისადგომთან შემოაგდებს ახლა ქუთაისაია. ჯერ დრო აქვს. შვენიერი პლასტარმია შესატევად. თუმცა აი ის ჯარიმა რომ კარში დაერტყათ და მახარიშვილს რომ გაეტანა
სხვა მოცემულობა იქნებოდათ, ახლა უეჭველად გარდასახული ლელო არ დასჭირდებოდათ. უბრალოდ ლელოთ საკმარისი იქნებოდა. კი ბატონო, უკანა ზონიდან დაიძრა ზვიადაძე. მორკინალები შეაჩერეს მეფარეშვილი. ჯამახარეიშვილი გაშალა ხაზზე კაშია, ფრუიძეც, რომ მოძრაობა და დაქნევა ფრუიძისგან. აღარ აქია უკვე. აქია. არის უპირატესობა. არა, აქ უნდა გაუშვას ხელი, რა თქმა უნდა. ეს შესანიშნავი იყო, ამოგდება კოხოძე. კოხოძე კარგავს ფურცე კონტროლს. აქ ითამაში უპირატესობა. კურტანიძემ სრულიად არასაჭირო და სულ რომ დარწმუნებული იყოს, ამ შემთხვევაში კურტანიძე იყო, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, სულ რომ დარწმუნებული იყოს მოთამაშე, რომ სწორად არის ბურთზე და თუნდაც თვლიდეს, რომ საჯი ცდება, როდესაც მოუწოდებს მას საჯი, რომ გაუშვას ხელი, ეს იმას ნიშნავს, რომ საჯი სხვანაირად ხედავს იმ მომენტს და თუ აზრი აღარ აქვს, თუ არ გაუშვებ, დაჯარიმდები. სავარაუდოდ ვერ გაიგო აქ კურტანიძემ, რომ ეძახდა საბა მახარაძე გაეშვა ბურთის ხელი, თორემ კურტანიძეს აქვს ის უნარი, რომ ესეთ დამხმარე სიგნალებზე რეაგირებს ხოლმე ნამდვილად ყოველთვის. ნახოთ რა განაწყობილებას მიიღებენ ახლა ქუთაისის აიას მორაგბეები, კერძოდ კაპიტანმა უნდა მიიღოს ეს განაწყობილება და არ ტყავენ კარში თუ ისევ ეცდებიან ლელოზე თამაშს. მოთაშორის გუშინ იყო გიორგი ნემსაძის დაბადების დღე, 41 წლის გახდა. მიულოცოთ ვეტერან ბორჯვალოსანს დაბადების დღე ჩვენი ეთერიდან. ცოტათი მოგვიანებით. ნახოთ მისი გუნდი თუ შეძლებს გამარჯვებით მიულოცვას. შვენიერი დარტყმული აუთში მახარეიშვილის მხრიდან და სულ რაღაც 5 მეტრი აშორებს ქუთაისის აიას ლელომდე. ჩაერთო კოხოძეც. აღარ გადახვიდე დარჩი. ოძრაობს გამოიყენე. გავიდა ხაზზე ფრუიძე, თავად დაარტყა ფრუიძემ. იზოლირებულია, გამოვარდა ბურთი. მარჯვენა ფლანგი არასწორი იყო ეს გადაწყვეტილება, მოთამაშე არ ყავდა აიას. რა კონტაქტი. აქტიურად უტევენ ქუთაისელები 5 მეტრი კვლავ ლელომდე. გაუჭირდა ხუციძეს ბურთის გამოტანა, მახარეიშვილზე გაიტანა კაშია. არის უპირატესობა თამაშში. და მე თქვა რა კარგ დაცვას თამაშობენ ხამლის მორაგბეები თქო, თუმცა თამაშგარიდან აკეთებდნენ ამას ისინი როგორც ჩანს. ისევ მარჯვენა ფრთა. შებოჭეს საბაშარვაშიძე შემოგვიდა შეტევა. შეუტია ლუკა შენგელიამ. წერდება უპირატესობა. ფრუიძე შეზღუდული ჰქონდა გადაცემის არეალი ვერ გააკეთა. კონტრაკი, აქ კონტრაკი შესრულდა, თუმცა ბრუნდება კაპიტანი საბა მახარაძე ჯარიმის წერტილში. მესამე შემთხვევა უკვე თამაშში ხოდა. შემდეგ ის ხო. შემდეგ ჯარიმა ამ ზონაში შეიძლება ყვითელი გაერთოს. 9 წუთი ადარჩა. დამეოდე. თამაში. მორიგი 5 მეტრიანი აუტი ქუთაისის აიას. შეცვლა 14 ნომერი. 14. მარჯანგავაძე ბურთით მოაწოდა ბოლო მხტომელზე, მოიგო ქუთაისმა ბურთი კარგი ფიცი მისცა.
დაგაიტანა ერთი ამოსუნთქვით ეს ლელო. ქუთაისის აიამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გარდასახვაზე. აი ესეთი უტეხი მცდელობები ქუთაისის აიას მხრიდან არ დარტყმული კარში ჯარიმები, აი ეს მაინც და მაინც აუტისკენ მიმართული საბოლოოდ გამოიღო შედეგი ამ ყველაფერმა და მოახერხეს ქუთაისელებმა მეტოქის დალელოვება და ანგარიშია 19-18. დარჩენილია სულ რაღაც 8 წუთი მატჩის დასრულებამდე. ლუკას შენგელიას ლელო ვიხილეთ. მახარეიშვილი, მნიშვნელოვანი გარდასახვა. კი ბატონო, არის ანგარიში გახდა 20-19, უკაცრავად 20-19 ქუთაისის აია გადის 1 ქულით წინ. განიმტკიცა ლიდერობა ბომბარდირთა დავაში მახარეიშვილმა. პირველ ადგილზეა ის საუკეთესო დამრტყმელია ჯერჯერობით მეოთხე ტურისთვის. ნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები, დრამატულია ეს მატჩი, რაც არ უნდა მოხდეს ალბათ დარჩენილ 7 წუთში. ეს თქვით პირველ ტაიმს ასე იყო, ხო არ გქონდა მაინც და მაინც გახსნილი, ღია თამაში, ბევრი ბურთაობა და ხაზით რაღაც განსაკუთრებული შეტევების წარმოება, მაგრამ იყო დაძაბულობა პირველივე წუთებიდან. აქაც აი გარდამავალი უპირატესობა გრძელდება, ხვამლია ამჯერად ბურთით. ახლა უკვე აია იცავს კარგად თავს. მე რამდენი კონტაქტი გვაქვს კვაბზირიძე გიორგაძის. და ყოველ ჯერზე უჭირს ორივე მორაგბეს წარმოდგომა. დიახ, ზუსტად ესეა და ცუდი პასი. ხვამლის შესრულებით კვლავ აია მიგდო ბურთი ხელთ საკუთარ ნახევარზე აუტით. ეცდებიან ახლა შეტევის წამოწყებას. ეს ერთი ქულა ცხადია ქუთაისელებს ვერ მისცემს სიმშვიდის საფუძველს. მოიგეს ბურთი დერეფანში, პირველივე კაცზე ჩაიქცა მოვლის შესაბამისად, არ არის ჯარიმა. მახარეიშვილი მაღალი დარტყმით გადადის მეტოქის ნახევარზე. მიიყოლა, ასე თუ ისე კარგია, ერთი მორაგბით ხურავს ქუთაისი მხოლოდ ხვამლის დაცვას. აი ახლა ამოსწიეს ხაზი. ურა მხელა ბოჭვა იყო აქ, დავინახეთ. რა თქმა უნდა ურთულესი იყო ჩვენი მხრიდან რამის დანახვა. ზე ჩაჭრა ბურთის შემდეგ გაურკვევლობა, ქაოსი და სად გამოხტა უცებ გიორგი ფრუიძე არსაიდან. ესო თაყნიაშვილი იგერიებს კიდის ხაზს მიღმა ბურთს. ხარში იყო პასი. თეთრიას გარეთ არის. მოვლი და ატრიალა აიამ. ცდილობს წინსვლას, თუმცა ბურთი არც თუ ისე სასიამოვნო წერტილში აქვს. დაკარგეს საბოლოოდ. ხვამლის მორაგბეებმა ბურთის მოპარვა და კონტრშეტევა საკმაოდ სახიფათო. მონიავა, კარგად ამოიტანა ბურთი. ფეხით შემდეგ უკვე დაყნიაშვილი არ იყო ალბათ გამართლებული დარტყმა. და ეს დარტყმა თუ გადავა, დარტყმა იყო. უბრალოდ სიტყვები ზედმეტია, იმდენად გამოზომილი და ზუსტი იყო ეს დარტყმა. ეს შეიძლება ითქვას, რომ თაყნიაშვილის არც ისე სწორ გარაწყვეტილებას, რომ ეგეც წნეხიდან დაარტყა ბურთი უკან, შეიძლება მაგის ბრალიც იყო. რომ მოყვა სწორედ ეს აუტი ახლა მის 5 მეტრიანში, რომელსაც ააგდებენ ქუთაისელები. ბოლო 4 წუთი. გარდამტეხი ეპიზოდი დღევანდელ შეხვედრაში. უკან. მოიგეს ძალიან კარგი აუტი, მაგრამ მაინც მოახერხეს ქუთაისელებმა ბურთის შემაგრება ნარსია რას ეძალება. ოთარ გიორგაძე.
საიდან გადაყარა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა 100%-იანი ჯარიმა იყო. აქედან ახლა შეიძლება უკვე ხვამლი ვიხილოთ სალელოე. ბევრჯერ გვინახავს ამ ესეთ დარჩენილ დროში შემოbrunებული თამაშები. ნახოთ ამჯერადაც თუ მოახერხებენ ხვამლის მორაგბეები რაიმეს შეცვლას. რთულია ნამდვილად, ძალიან რთულია ახლა აქედან. მეტოქის ნახევარზე გადასვლა და შემდეგ უკვე ერთი ჯარიმა და ჯაბა მალაღურაძე სადგამთან წყვეტს ყველაფერს. კი ბატონო. მაგრამ დარტყმა კიდეზე გადამსვლელი ძალიან სუდად შესრულდა. საიდან ყრის ხედავთ. სწორედ მალაღურაძეს შესანიშნავი ამოგდება. ჩაუვარდა მონიავა ბატილერენგას. სიფრთხეზე გადაცემა ყიფშიძე და ჩაუჭრა კაშიამ. აი შეიძლება აქ გარდატყდა შეიძლება სწორედ დღევანდელი მატჩში ძალიან კარგი შანსი ქონდათ ახლა ხვამლელებს ბურთი უნდა შეენახათ, მაგრამ შვენივრად მოახერხა ამ ბურთის ჩაჭრა. ქუთაისის 12-მა ნომერმა და მოაქვთ ამჯერად თავის მხრივ ქუთაისელებს ეს შეტევა. ამოიყენეთ 9. აი მაღალი დარტყმა. ყიფშიძე ცრუ მოძრაობა გაცდა ერთ მორაგბეს მეორე კონტაქტში შევიდა. ქაოსური შეტევა. ნარსია რა ბურთის ამოღებას ახერხებს. ძალიან მაგარი ბიჭია ნარსია. ყველა მატჩში დაიწყო თამაში მან ძირითად შემადგენლობაში თუ მერე შემოვიდა ახერხებს და არის ყოველთვის გამორჩეული. თან არის ახალგაზრდა. კი ბატონო, ძალიან ახალგაზრდა წელს აქვს პირველი სეზონი უმაღლეს ლიგაში, ალიგიდან არის დაწინაურებული ნარსია, როგორც ვიცით. ნარსიაც არის ნემსაძის სკოლა გამოვლილი მოურაგბე. წუთი დაახლოებით მატჩის დასრულება უნდა დარჩენილი თუ ტაბლო სწორია რა მაგარი ბურთი ამოიღო ნარსიამ ახლა ვხედავთ. ხო ბრძოლაში მოუწია შესვლა იქ გადამყრელთან. მეორე შანსი. აიას რომ წერტილი დასვას დღევანდელ შეხვედრაში. და ბონუსის ქულაც კი არ გაატანოს ხვამლს. პრემიალური ნოგეშის უფროსწორი. პირადესობა მოლის ჩაქცევისთვის ქუთაისელებს. პირადესობა აქ ბოჭოს აკეთებს ჩაქცევა არის ბოჭო. ოიც. 18 ნომერი მოლის ჩაქცევა. პირდაპირ ბოჭვა გააკეთა ახალ ხვამლის 18-მა ნომერმა, მეც მოუკარი თვალი ამ ყველაფერს არ გამორჩა ეს არც იოსებ ჯაფარიძეს და მიაწოდა ეს ინფორმაცია მახარადეს, რომელმაც დააჯარიმა თბილისის ხვამლი და თუ არ ვწდები ბოლო გათამაშება უნდა იყოს უკვე დერეფნიდან. იგეს რთული ორი ხელით. ახლა წდება უკვე ხვამლი აიღებს თუ არა სანუგეშო ერთ ქულას დღევანდელ მატჩში. ცოტა კლიად და არის სად არის ბურთი? არა, მე მეგონა ბურთი უკან იყო თურმე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ მსაჯებისგან ბევრად უკეთესად ჩანდა ეს ყველაფერი. სწრაფი გათამაშება, მალაღურაძემ სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაში, თუმცა წინ თამაში დრო დასრულებულია და ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ გაიმარჯვა და აბრუნდა ამ თამაში. ფაქტობრივად დიდი დრო დაჰყო ჯერ ლიდერობაში, შემდეგ ჩამორჩა ანგარიში. მეტოქეს შემდეგ დაიბრუნა, გარდამავალი იყო პირდაპირად დღევანდელი თამაში. საბოლოოდ კი ერთი ქულით მოახერხა 29 ხვამლის დამარცხება ხვამლს. სანუგეშო ერთი ქულა ერგება. მიულოცოთ ქუთაისის აიას დღევანდელი გამარჯვება და ჩვენი ზღა დაგვრჩენია რომ გითხრათ რომ 15-ოდე წუთში დაიწყება მორიგი შეხვედრა მეოთხე ტურის
ორივე გუნდმა საკმაოდ არც ისე კარგი სტარტით დაიწყეს ლევანდელი სეზონი და ახლა ერთმანეთს შეერკინებიან, რაც ძალიან საინტერესოს ხდის ამ მატჩს. დავისვენოთ 15-ოდე წუთი, შემდეგ კი გელოდებით რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში 18:00 00 წუთზე. კარგად გრძანდებოდეთ.